ეს იტალიური კერძი ძალიან გავს ლობიანს. მოდი გავაკეთოთ და ვნახოთ იგივენაირად გემრიელია თუ არა. ეხლა ვაკეთეთ ბაჯიოლს. ეხლა ვაკეთებ ღუმელში. ვაწყოთ ყურს და მე უნდა ავაწყოთ რა. სამზე რო გითხრა 1-2 სიტყვით მაშინ. როში იზილება მე ისვენებს, კიდე ვიცი 24 საათი და ახლა გრუზარასთან. გავჭათ პური. შემდეგ ჩავდოთ ლობიო და პენიო იკული. მე მჟავი კიტრი არ მიყვარს. ეს კერძი თუ კარგია. მე მჟავი კიტრითაც უნდა მომეწონოს. კარგი. აი ნახოთ. ვაბურგებ ღუმელში. სხვა შორის ამას შეიძლება ლორიც მოუხდეს. რამდენი ხან ლობიოს სხვა იმის ხო არა გქოქე. სალობიო არა ლობიოს სამი სტილი. აი და კომენტარებში აგიწერენ რომ ლორით გემრიელი. კარგი. მე რომ დავდოთ კინძი და всё. სხვა შორის იმ დღეს აღმოვაჩინე მე რომ კინძი ძალიან ისეთი კარგი გემოს მქონე ყოფილი და ცხოვრებაში. ახლა გასჯული არ ქონდა? არა გაზიშო. მერე მე კულებს დაგაყლების. კარგი. დავამოტოთ კინძი, მე გავჭრათ შუას. ხრაში უნდა იყოს ესეთი. მე ზაზამ დამცინა. ძალიან კრიტიკული ვიქნები ახლა. ჯავი კიტრმაც კი რომელიც არ მიყვარს ვერ გავუფუშა ჩემთვის ამ კერძს გემა. ამას მე ბოლომდე შევჭამ.